ამბროსი ხელაიას დაიჭირეს, რომელიც რუსებს ებრძოდა სულ და მთელი ცხოვრება იმას შესწირა, რომ არ გარუსებულიყო ქართული ეკლესია და როცა იჭერდნენ, მის ბრალდებულებაში იცით რა ეწერა, ის ზუსტად ეს სიტყვები ეწერა. რევას ეს არ არის შემთხვევაში აფრთხონიზებს არანაირ შემთხვევაში არ არის ამიტომ დასაბუთების დაწესება არანაირ დასული სხვა რამის თქმა არანაირ შემთხვევაში არ არის მე რომელიცაც რაღაცა მელოდება ის წუთი არ მაქვს საუბარი არა იმიტომ რომ შემთხვევაში არ მასრულებინებ და რანაირად ასრულეთ და როცა მითქებას არა დაასრულეთ იმიტომ რომ ეს არანაირ შემთხვევაში არ არის მიმდინარე შუა მდგომარეობა არ მას ლაპარაკდა საიდან ხდება არ გაცდით არა მსგავსი კომენტარებისგან უკვე არაერთხელ მოგიწოდეთ თავი შეიკავეთ სასამართლო კომენტარებში ვარ მალაპარაკეთ არ მასაუბრებთ თქვენივე მინუსია და თქვენივე დანაშაულები ამაზე თუ არ მალაპარაკეთ არა დაასრულეთ თუ სხვა მე არ მაქვს ლაპარაკის უფლება ბრალდება შემთხვევაში რაც არ არის იმას შემთხვევაში რაც არის საიდან იგებ შუალედში რომ აწყვეტინებ შუალედში ისმენ თუ პოლიტიკა გავასწავლე სკოლაში შემთხვევას ადგილი ექნება შენი შუა მოგეცი და განვიხილოთ თქვენი განყოფის ბატონო მოსამართლე ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეს ახსენებს ბრალდებული როგორც ჩვენ ვახსენებთ დახმარება არ ჭირდებათ თორნიკე თქვენთან ერთად მეც ვუსმენთ შესაბამისად სასამართლო მიიღო გადაწყვეტილება თქვენ რატო განსაზღვრავთ მე როგორ მითითება მისცა შესაბამისად აკვეთი ან ამბროსი ხელაიაზე ნაწყვეტილებენ ხან ანცუ ხელიზეზე და თქვენი დავასრულოთ აკვეთი ღონისძიების გართულის ეტაპზე ვსჯელობ არა პატრიოტები და საქართველოს რო არ გიყვართ ეს თქვენი შეფასება და შეურაცხყოფელია რევას შეურაცხყოფელი ამბროსი ხელაია ვახსენე და გამაწყვეტინე და წინაზე დარბაზიდან იმიტომ გამაძევეს რომ ანცუ ხელიზე ვახსენე არა როგორ არა ხელობაში უნდა იყოს ხელობაში თუ რანაირად შუა წინადადებიდან გაძევებული ბრძანდები სასამართლოს დომის დარბაზიდან მოსამართლის დაუმორჩილობის გამო აღნიშნული განჩნების გადმოგეცემათ რა თქმა უნდა გასაჩივრების უფლება გაქვთ 48 საათის განმავლობაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში